ამერიკელი პოლიტიკოსები საბოლოოდ იღვიძებენ იმის გაცნობიერებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ ისლამური ხელში ჩაგდება მიმდინარეობს. და ტომი რობინსონი განგაშს ტეხს ისე, როგორც მხოლოდ მას შეუძლია, უბრალოდ ინფორმაციისთვის. იცოდით, რომ ტეხასში ბოლო 5 წლის განმავლობაში მეჩეთების რაოდენობა 300-დან 500-ზე მეტამდე გაიზარდა, რადგან მათ ტეხასი აირჩიეს ადგილად, საიდანაც ხელში ჩაგდება უნდა დაიწყონ. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი იღვიძებს. მოდით მოусმინოთ, რას ამბობს ის. გუშინან 2 დღის წინ იგივე გავაკეთე. ირებსა კონგრესს ვესაუბრეთ. თქვი მოდით ვიდეო გადავიღოთ. და მათ თქვეს ეს კონგრესთან კერძო სემინარია. უთხარი კარგი. ასე რომ ჩვენ ყველანი. ვინც არიცით, ეს ტომი რობინსონია. ის ისლამური ხელში ჩაგდების წინააღმდეგ აქტივისტია, რომელსაც უკიდურეს მემარჯვენედ მოიხსენიებენ. მან დაინახა რა ხდება დიდ ბრიტანეთში და არ სურს, რომ ეს ამერიკაში განმეორდეს. და ღმერთო ჩემო, მგონია, რომ ის ბევრ რამეს ამბობს, რასაც ჩვენც ვფიქრობთ. შარიათის ასპექტები, შეღწევა, მოტყუება, მიგრაცია. ეს ყველაფერი მათი მოქმედების ნაწილია. რა მოუვა ამერიკას თუ არ გამოფხიზლდებით? ეს ყველაფერი. მაგრამ როცა აქ მოვედი, დალაშიც ვიყავი და სხვა ქალაქებშიც, იგივე ვნახე, რაც ბრიტანეთში მინახავს. დავინახე ამერიკის ისლამიზაციის დასაწყისი. რაც უფრო ვაკვირდებოდი, მით უფრო ხედავდი ზრდას. ხოლო ტეხასში მეჩეთების რაოდენობა 5 წელიწადში 300-დან 530-მდე გაიზარდა. 600 აქტიური ისლამური ორგანიზაცია, რომლებიც დღეღამეში 24 საათი კვირაში 7 დღე მუშაობენ ტეხასის სახის შესაცვლელად. მე მჯერა რომ ტეხასი შეირჩა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გული და სული წაართვან, რადგან თუ ტეხას აიღებენ, ამერიკასაც აიღებენ. და ეს ბრძოლა, თუ ისინი ამერიკას აიღებენ, ჩვენ შანსი აღარ გვექნება. და თუ დაუმარცხდებით, ეს თქვენზეც იმოქმედებს. რადგან ყოველთვის მithქვამს, თუ ისრაელი დაეცემა, ევროპაც დაეცემა. თუ ევროპა დაეცემა, ამერიკაც დაეცემა. რადგან ისლამს მსოფლიოზე აქვს თვალი, მას სურს დაიპყროს მსოფლიო. ეს ირანს არ ეხება, ეს ცალკე უქვეყნებს არ ეხება, ეს ეხება მათ მსოფლიოზე ბატონობას. ასე რომ, როცა ჩამოვედი, შეშინებული ვიყავი. შფოთავდი შეერთებულ შტატებზე იმ ყველაფრის გამო, რასაც ვხედავდი და ვისმენდი. შემდეგ შევხვდი კონგრესმენს და შევხვდი გამოფხიზლებულ კაცებს. ისინი განათლებას იღებენ, სწავლობენ, აყალიბებენ წინააღმდეგობას მაშინ, როცა თქვენ მოსახლეობის მხოლოდ 1% შეადგენთ, რომ იბრძოლოთ. შიპროი, რომელიც იმედია ტეხასის შემდეგი გენერალური პროკურორი იქნება. ეს კარგი ამბავია, რადგან ყველა ვიღვიძებთ, მსოფლიო იღვიძებს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პოლიტიკოსები ძალიან ნელა ხვდებიან ამას და მთავრობებიც ნელა მოქმედებენ. მაგრამ რასაც ტომი ამბობს აქ არის, არა. მეგობრებო, წინააღმდეგობა მოდის. სხვათა შორის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ წინააღმდეგობაში. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, თუ გვაგეყოთ. თუ ასეა, თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. მაგრამ ეს ბიჭი საინტერესოა, რადგან ხალხი იღვიძებს. მან სულად გაიგოს. ანუ მე ამას 30 წელია ვაკეთებ. 30 წელია ბრიტანეთში გვაქვს ჯიჰადი, გვაქვს ომი, გვაქვს გაუპატიურება, გვაქვს ყველა ეს პრობლემა, რომელიც ისლამიდან მოდის. და არც ერთი პოლიტიკოსი არ გყოლია. არც ერთი ჩერჩილის დროიდან, ვინც ისლამზე ხმა ამოიღო. 650 პოლიტიკოსიდან მანჩესტერში 26 ბავშვი აგვიფეთქეს. ჯარისკაცებს თავი მოჰკვეთეს. ლონდონის მეტროში 52 ადამიანი ააფეთქეს. ჩვენ გქონდა ეს ყველაფერი ისლამის სახელით, პირდაპირ ყურანის ციტირებით. და ამ ყველაფრის მიუხედავად პარლამენტში არც ერთ დეპუტატს ხმა არ ამოუღია. ხო. ამიტომ აქ ჩამოსვლა და კონგრესმენებთან, მათ შორის მაღალი რანგის კონგრესმენებთან შეხვედრა, სხვადასხვა სენატორთან ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება, რომლებიც ყველაფერს კარგად აცნობიერებენ. ჩემი პრეზენტაციის შემდეგ კონგრესის იმ წევრებს აუხსენი, რომ ბრიტანეთში რომ ყოფილიყავით, თქვენგან თითოეული დააკავებდნენ და დააპატიმრებდნენ ჩვენი პოლიციის მიერ, იმის გამო, რაც სოციალურ მედიაში თქვით. ხო. ეს ხო სიგიჟეა. ეს ხო უბრალოდ სიგიჟეა, რომ დიდ ბრიტანეთში ესეთი რაღაცების თქმისთვის პირდაპირ დაგაკავებდნენ და არც ერთი პოლიტიკოსი არ მოიძებნება. მაგრამ მადლობა ღმერთს, ამერიკაში თავისუფლებას ამაზე მაღლა აყენებენ და ხედავენ, რომ ასეთი რამ უბრალოდ არ შეიძლება მოხდეს. ისლამის სახელით პირდაპირ ყურანს ციტირებენ. და ამ ყველაფერში პარლამენტში არც ერთ დეპუტატს ხმა არ ამოუღია. ხო. ასევე მირჩევნია ჩემ საქმიანობაზე და იმაზე ვისაუბრო, რაც გამიკეთებია და დისკუსია გქონდეს. არ ვიცი თქვენგან რამდენმა იცის ჩემი სრული ისტორია. მოკლე ისტორიას მოგიყვებით. მე დავიბადე ლუტონში 1982 წელს. ლუტონი რთული ქალაქია, ბევრი პრობლემით. როცა დავიბადე, ერთი მეჩეთი გქონდა. ეხლა კი 45 მეჩეთი გვაქვს. მე ეს ცვლილება საკუთარი თვალით ვნახე. მე აქ არ ვარ, როგორც დოქტორმა ბობმა თქვა. არ ლაპარაკობ იმაზე, რაც წამიკითხავს. არ ლაპარაკობ იმაზე, რაც მომისმენია. ლაპარაკობ ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ეს არის ის, რაც მე მინახავს. მე მინახავს ის პრობლემები, რომლებიც მოდის. მე მინახავს შედეგები. მე მინახავს მთავრობისა და პოლიციის სისუსტე და უნარობა, რომ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს. მე ყველაფერს ყოფილ ვარ მოწმე. მყავს ბიძაშვილები, რომლებიც გაუპატიურების ბანდების მსხვერპლი არიან. მყავს მეგობრები, მამები, რომლებიც მუსლიმური ბანდების მიერ არიან მოკლულნი. მე ეს ყველაფერი მინახავს. და ეხლა მგონია, რომ აქ ვდგავარ. ცხადია, ჩემი აქტივიზმი 2009 წელს დავიწყე, როცა ქუჩის საპროტესტო მოძრაობა დავაარსე, რომელსაც ინგლისის თავდაცვის ლიგა ეწოდება.
ჩვენ ვიყავით, როგორ თქვა, ხმაურიანი ჯგუფი ვიყავით, მაგრამ ვიყავით გაბრაზებული ახალგაზრდა ინგლისელი კაცების ჯგუფი, რომლებიც დავიღალეთ ჩვენი ბავშვების თელი თაობის გაუპიტიურებითა და პროსტიტუციით. ჩვენ ყველანი, ყველა ქალაქსა და დაბაში ვიცნობდით ვინმეს, ვისაც ამ ბანდებისგან ჰქონდა ზიანი მიღებული. როგორც თქვი, ლუტოში ბიზაშვილი მყავდა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი და დაიწყე ეს ქუჩის საპროტესტო მოძრაობა. და სწრაფად მივეღე გაკვეთილი პოლიტიკაში. მანამდე პოლიტიკა არც მესმოდა და არც მაინტერესებდა პოლიტიკა ან მედია. ფულის შოუნა ძალიან მაინტერესებდა. წარმატების მიღწევა იყო ჩემი გატაცება და როდესაც ინგლისის თავდაცვის ლიგა დავიწყე, 7 სახლი და 2 ბიზნესი მქონდა. წარმატებას მივაღწია. ხანდახან ვფიქრობ, სად ვიქნებოდი, რომ არ დამეწყო ისლამზე საუბარი. ალბათ 100 სახლი მექნებოდა. უბრალოდ კარგად ცხოვრობდით. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ფულს შოულობთ. არ აქვს მნიშვნელობა. ეს უმნიშვნელოა. შემეძლო გადავსულიყავი სხვაგან. უკვე გადავედი. ქალაქიდან გავედი. ლუტონში ყველა ვინც ფულს შოულობს ან წარმატებას აღწევს, ტოვებს ლუტონს. ყველა ტოვებს ლუტონს, რომ პრობლემებს გაექცეს. მაგრამ მე ეს პრობლემები იქაც მოდის. და როდის შევწყვეტ გაქცევას? როცა პლაჟებზე ვიქნებით? იმიტომ რომ ამერიკამში უნდა გააცნობიეროს. ბევრი ამერიკელი თქვენ, ვინც აქ ზიხართ ახლა ან ბევრი ქალაქებსა და დაბებში. შეიძლება არ გძნობდეთ, რომ ეს თქვენ გეხებათ. შეიძლება ფიქრობთ, ეს ნიუ-იორკშია. ეს ნიუ-იორკშია. დამიჯერეთ, ეს მოდის. კარგი? მოდის. და მოდის სწრაფად და მოულოდნელად. და თქვენი ქალაქი ასე შეიცვლება. სანამ ეს ხდება, ხალხს ძალიან შეეშინდება ამაზე საუბარი. ზუსტად ისე, როგორც დიდ ბრიტანეთში იყო. ასე რომ 30 წლის განმავლობაში მათ შეეძლეს ბრიტანეთის მოსახლეობის გაჩუმება იმის შიშით, რომ მათ რასისტებად მოიხსენიებდნენ. ბრალდებები და სიტყვები რასიზმისა და ექსტრემიზმის შესახებ. ეს ნამდვილი შიშია, რადგან საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ეს არის შიში, რომ შეიძლება დაგესხნენ თავს, ძალადობრივად დაგესხნენ თავს. ეს არის შიში, რომ შეიძლება სამსახური დაკარგო. ეს არის შიში, რომ ეს შეიძლება შენ სოციალურ წრესაც შეეხოს. ეხლა აქ ვდგავარ. 2 კვირით ადრე ვიდრე აქ მოვიდოდი, მე დამაყენეს ISIS-ის უახლესი ჟურნალისტ ფავარ გვერდზე რომ მომეკლათ. ასე რომ ჩემი პირველი პატვა მივიღე. იცით, რამდენი ხანია ვცდილობდი პატოს მიღებას? 15 წელია ვმუშაობდა, მათ 15 წელი დასჭირდათ. ხო. მათ 15 წელი დასჭირდათ. და ზოგი ადამიანი ამბობს, როგორ აგძელებ ღონისძიებების ჩატარებას? როგორ ეუბნები ხალხს სათხარ? ყოველთვის ვამბობდი, თუ შედეგებზე იფიქრებ, ცვლილებას ვერასდროს მიაღწევ. და აგიხსნით, რომ იყო ერთი შემთხვევა, 3 ან 4 წლის წინ, როცა შედეგებზე ვიფიქრე და საკუთარ თავს იმედები გაუცრუედე. და ჩემს საქმესაც უღალატე. ეს სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. თუ შედეგების გეშინია, ცვლილებას ვერასდროს გააკეთებ, რადგან ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება არასწორად წავიდეს და წინასწარ ვერასდროს გაიგებ. მაგრამ თუ მართლა ხედავ რამეს, რაც შესაძლებელია, უნკლავდები და რაც არ უნდა მოხდეს, იმასაც გაუნკლავდები. ასეა. ბოლოს მაინც უნკლავდები. ანუ ვერ წარმომიდგენია. არასდროს შევქმნიდი ამ არხს, რომ ელაპარაკა იმაზე, რასაც ეხლა ვაკეთებ. ეხლა რომ დამეფიქრა, ეს მომავალში რას ნიშნავდა ჩემთვის, მადლობა ღმერთს, რომ კარგიც მოხდა, მაგრამ ამას არასდროს გავაკეთებდი. ძალიან შემეშინდებოდა. აი მაშინ უარი თქვი ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რის გამოც შაშან დამაპატიმრეს. მაგრამ მინდა დავიწყო იმით, რაც აღმოვაჩინე, როცა ინგლისის თავდაცვის ლიგა დავაარსე. ყველა ქალაქსა და დაბაში, სადაც მივდიოდი, უპოულობდი ოჯახებს. ხალხი მეკითხება, რა გაძლევს ძალას, რა გაძლევს გაგრძელების სურვილს. მე შევხვედრი ვარ ამ ოჯახებს, მე შევხვედრი ვარ ამ გოგონებს, ნებს. მე შევხვედრი ვარ ამ გოგონების მამებს, რომელთა ქალიშვილებიც ყველა ქალაქსა და დაბაში გაუპატიურებულები, გატაცებულები და ნაწამებები არიან. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ამდენი ქალი გაუპატიურებულია. და მაინც თითქოს ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ყველა ვებრძვით და ვცდილობთ გაუმკლავდეთ. ქონდა Me Too მოძრაობა, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი დაანგრია სამუშაო ადგილებზე სექსუალური ძალადობის გამო. პირდაპირ მნიშვნელობით სამუშაო ადგილებზე სექსუალური ძალადობის გამო. და ყავს გოგონების გადაპირებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბანდები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონების გასაუპატიურებლად მოქმედებენ და არავინ არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. იმოგზაურე გარშემო. და იცი გიჟურია, როცა დაჯდები და დაფიქრდები. ძალიან ადრე ჩავედი Blackburn-ის ქალაქში. შევხვდი მამას, ძმას და ოჯახს. მათ 13 წლის ქალიშვილი იმ დროს უკვე 3 ან 4 დღე იყო დაკარგული. ისინი პოლიციას ურეკავენ. პოლიცია არაფერს აკეთებს და ზოგჯერ ადამიანები საუბრობენ იმ ძალადობაზე, რაც ხანდახან იმ მოძრაობებში ქუჩებში ხდებოდა. და მეორე დღეს Blackburn-ში დემონსტრაცია ჰქონდა და პოლიციასთან დაპირისპირება დაიწყო. მე ჩავედი რომ დამეწყნარებინა ჩვენი მხარდამჭერები. თუ იცით ვინ იყო წინა ხაზზე და პოლიციასთან დაპირისპირებას იწყებდა? იმ გოგოს ძმა. ამიტომ როცა ესეთ რაღაცებს ხედავ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ სინამდვილეში არ იცი რა ხდება აქ. არ იცი რა მოხდა. და თქვენ ყავთ მთელი თაობა ბავშვებისა, რომლებიც ქალაქებსა და დაბებში წაიყვანეს, გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს. და სანამ ეს ხდებოდა, მათ მშობლებს ესხმოდნენ თავს, მათ ოჯახებს ესხმოდნენ თავს. არავინ იყო იქ, რომ მათ დახმარებოდა. ამიტომ მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ვისაუბრო ჩემს საქმიანობაზე და იმაზე, რამაც ამ საქმიანობამდე მიმიყვანა. როგორც უკვე ვთქვი, მე ქუჩის აქტივისტი ვიყავი. მე პოლიტიკაში არ ვიყავი ჩართული. აი ეს ხდება მთელ გაერთიანებულ სამეფოში ყველგან, სადაც ისლამური კონტროლის დამყარებას ცდილობენ. და ამას უკვე აცნობიერებენ ამერიკელი პოლიტიკოსები. კიდევ ერთხელ საკმარისია თუ არა ის რაც კეთდება? არა. არის თუ არა ძალიან რთული საკონსტიტუციო საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, თავისუფლება, რელიგია და ასე შემდეგ? დიახ.
მაგრამ არსებობს მკაფიო ნიმუში იმისა, რა დაემართება თქვენს ქალაქებს, თუ თქვენს პოლიტიკოსებს ცვლილებებს არ მოსთხოვთ. და მადლობა ღმერთს, პოლიტიკოსები უკვე იწყებენ იმის დანახვას, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. მადლობა ყურადღებისთვის.